მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი. დღის შემაჯამებელი გადაცემით. რაც უფრო ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო მატულობს დუღილი პოლიტიკური ტემპერატურისა. რაც უფრო სუსტდება და რაც უფრო კედელთან არის მიმწყრეული ნაცმოძრაობა, მით უფრო გარკვეულ კონფრონტაციაზე მიდის ეს ძალა. დღეს ესეთ მარგინალურმა ფიგურებმა ნაციონალური მოძრაობისა კანხილმწვევ კანცელარიასთან დაგვიანონსეს, რომ 4 ოქტომბერს ისინი ემზადებიან მრავალმასშტაბიანი აქციისათვის, ეს მურმან დუბაძე, პაატა ბურჭულაძე და რაღაც გარკვეული ოდიოზური ფიგურები გვეუბნებიან, რომ 4 ოქტომბერისთვის მთელ საქართველოს გამოიყვანენ. ამ განცხადების ადრესატი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც ერთი პოლიტიკოსი. და ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობას ქართულ ხალხს. 4 ოქტომბერს დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დაუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე. მოგესალმებით მეგობრებო. ასეთი მდგომარეობა და შანსი საქართველოს ის ისტორიაში არასდროს არ ქონია. რეალურად გაიღო ყველა ჭიშკარი, სწორედ ის ჭიშკარი, რომელზეც ჩვენ მოცნებობდით, როცა ვფიქრობდით საქართველოს დამოუკიდებლობაზე და თავისუფლებაზე. და სწორედ დღეს, როდესაც ყველაფერი ღია და თითქოს გველოდებიან და ჩვენი ოცნებები, რეალური ოცნებები შეიძლება ასრულდეს, სწორედ დღეს გვყავს აბსოლუტურად უზურპატორი და ამანგრეველი ხელისუფლება და ყველაფერი მიდის ინვოლუციის მიმართულებით, გრევის მიმართულებით, დამცრობის მიმართულებით. ამიტომ აუცილებელია ქართველი ხალხი გამოფხიზდეს 4-ში მართლაც 4 ოქტომბერს მართლაც გამოხატოს პროტესტი, ხაზგასმით, შევიკრიბოთ მოედანზე და მართლაც ჩავატაროთ ჩვენი არჩევნები, იმიტომ რომ საქართველო იმსახურებს იყოს ბედნიერი, საქართველო იმსახურებს კონდეს ბედნიერი მომავალი და საქართველოს მომავალი ახალგაზრდები იმსახურებენ ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ დიდებულ საქართველოში. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებლობას. გამარჯობათ, მოგესალმებით. ესე იგი, მე იმ რეგიონიდან გახლავართ, სადაც რეჟიმის პირობებში მიცხოვრია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ რეჟიმი მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჩვენ შორეულ წარსულზე გელაპარაკებით, უამრავი მცდელობის არჩევნების გზით რეჟიმი დაგვემარცხებინა, ეს შეუძლებელი გახდა. 13 წელი და 3 თვე მეურვეობდა ხელისუფლობდა ასლანაბაშიძე აჭარის რეგიონში. ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ შანსი, რომ ეს რეკორდი მოხსნას. არადა ამ ზღვართან უკვე მისული ვართ. მე დარწმუნებული ვარ ძლიერი კონსოლიდაციით, რეალური კონსოლიდაციით, ყველა პოლიტიკური პარტიის, დასავლური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის გაბედული ადამიანების კონსოლიდირებით რეჟიმი, რომელიც ნელ-ნელა ირღვევა და ჩვენ ამას ვხედავთ, ბოლომდე ჩამოიშლება. მე მგერავს, არაფერს არ გეგმავთ, მგერავს, რომ უახლოეს ხანებში დიდი გამარჯვების დღე დაიბადება. ასეთი დაპირებები ჩვენ ძალიან ბევრი გვინახია და გვსმენია. აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული შორსმომავალი ილუზიები იმისა, რომ რაღაცა ეს ხალხი შეძლებენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენან, ცოტა არ იყოს ალოგიკურია, მაგრამ დღეს ნაცმოძრაობა აპირებს არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციური სცენარით
მოვლენების განვითარებას და აკი საუბრობენ კიდევაც იმის შესახებ, რომ ჩვენო დავამხოთო უნდა ხელისუფლება მშვიდობიანად. რა გაუგებარი დისკუსიებია, რომ ვიღაცას 4 ოქტომბერი არ მოსწონს, რაღაცა არ დავკიდოთ თარიღი. რა შეგაშინათ, კაცო, რა უბედურებაა მართლა. ოპოზიციაში ვართ, რუსული რეჟიმია, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და ქართულ ხალხს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, რომ მშვიდობიანად დაამხოს ივანიშვილის რეჟიმი. რა მოხდა, რა განერვიულებთ 2003 წელს შევარდნაძის რეჟიმი მორჩა აბსოლუტურად მშვიდობიანად და დაემხო ეს რეჟიმი. მიღწევადი არის თუ არა არის მიღწევადი 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ 100,000-ობით ქართველი ქუჩაში უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ აბა მოიცა რომ გაგვიტაცებენ კიდე ესე იგი გავატაცებინოთ მარბიალებს და ვაწამებინოთ თავი კაცო თუ წინააღმდეგობა ესე იგი რა არის რომ ეს რა ქვია გავჩუმდეთ და დავისკოჩოთ და დავიმსგავსოთ იოს რა ქვია ქოცებს რომ ხმას არ ამოვიღებთ კი 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტი შეიძლება რომ გავიმარჯვოთ 4 ოქტომბერს აბსოლუტურად შესაძლებელია შეიძლება რომ ეს ბრძოლა პირობითად კიდე რამდენიმე დღეს გაგრძელდეს კი შეიძლება ბრძოლაში ვართ 13 წელია თუ 14 წელია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და რა იყოთ ხალხო რამ შეგაშინიათ ან დამხობის რატო გეშინიათ თარიღის დაკიდების რატო გეშინიათ თარიღის თქმის რატო გეშინიათ კაცო თქვენ რო ამბობთ ხოლმე თარიღებს ვინ მამაძაღლი გიკეთებთ ამაზე რევიზიას რატო მოხდა პროტესტის რევიზირება და რატო ხდება ეს რომ ამას გადაწყვეტს ქართული ხალხი დამხობა მშვიდობიანად არ არსებობს. დამხობა ხდება ძალისმიერი რევოლუციური გზით. და ანუ ესე იგი ეს ძალა უკვე როგორც 2003-ში, როგორც სხვა დროს ცდილობები ჰქონდა აპირებს იგივე სცენარი გაითამაშოს, რაც ჩვენ ვიხილეთ 2003 წელს. Подвицемуло депутатებო მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ამომრჩეველთა მაღალ ნდობას ამ ნდობის დამსახურებას ჯერ ადრე სწორედ ხალხის ნდობა იქნება თვითონ თქვენთაგანის მოღვაწეობისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის უგრძელესი განსაზღვრელი. ვითხოვ ნუ აჩერებთ ხას ამ ხას აჭარეს ყავს იშა რას ქვია ხელში არ ჩავწევ ხელს მე ვარ მშვიდობიანი დემონსტრანტი მაგრამ ის ხელები გაწიე რა დემონსტრანტი ხარ შენ გაიციეთ გაიგალოს თქვენი სახელმწიფოებრივი მშენებლობის საწყის ეტაპზე საზოგადოებრივი პოლიტიკური ძალებისა და ინტერესების ძაფრი დაპირისპირებულობის პირობებში გაწონასწორების პოლიტიკა იყო არა მარტო გამართლებული მე კიდევ იმეორებ ხშირად ვაძლევენ ამ შენიშვნებს არამედ აუცილებელიც სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებდით თუნდაც იმ ყიფეს საშინაო სტაბილურობის მიღწევას რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა სამოქალაქო ომით გამოწვეული ფეთქებადი ვითარების განმუხტვა საზოგადოებრივი კონსენსუსისკენ მოძრაობა რომ არა ამ რეალობათა გათვალისწინების საჭიროება ალბათ უარს ვითხოვდი ესოდენ მოთმინებასა და თუნდაც პიროვნულად ძიმე პირთის ზიდვაზე ლაპარაკი ზედმეტი იქნებოდა საერთაშორისო იზოლაციის გარღვევაზე. ეხლა იოლად გავიწყდება, მაგრამ აბა გაიხსენეთ 90-იანი წლები. ჩვენ ხომ აბსოლუტურ იზოლაციაში ვიყავით. депутатები გააჩერეთ.
მე როგორც არ უნდა შემიშალო ხელი, ჩემ საქმეს მაინც ვეტყვი დღევანდელ პარლამენტს. არ მინდა არავითარი წინააღმდეგობა გაგიწიო, დაინახოს თელმა საქართველოს და ხდება დღეს პარლამენტში. შემოვიდეს და ყველა გაიწიოთ ნორმალურ მუშაობა პარლამენტის წინააღმდეგ. პარლამენტში შემოჭრა არის უკანონობა. ისე კაჭები შე. აბა წადი გადი ბიჭო. ირაკლი დაუდები უკრიტა. ეს არის სახელმწიფო განატრიალების ცდელობა. პირდაპირ. ეს არის მართლა ეს საოცრება. ესე მშვიდობიანად. ყოველგვარი ძალადობის გარეშე რომ მოხდა მართლა ხალხის ნების გამოხატვა. ამას შეიძლება მხოლოდ დაერქვას სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა. რაღაც ორი წუთი კიდევ რო ყოფილიყო, ფიზიკურ განადგურებაზე იქნებოდა ლაპარაკი. იქ რომ ის მეორე მასა არ ყოფილიყო. ძირითადად აჭარიდან იყვნენ, კახეთიდან იყვნენ, ძირითადად აჭარა იყო ძირითადად. მაშინ ალბათ საერთოდ გამოსვლა შეუძლებელი იქნებოდა. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა მინისტრომ, ნერვები აიყვანა ხელში და იარაღი არ გამოიყენა. ხო არ გონიათ რომ ეს ცარიელი ხელები თუ იქ იყო შინაგანი ჯარი, იქ იყო პოლიცია, იქ იყო შეერაღება, საკმაოდ სერიოზული შეერაღება. ეს ხო შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ. ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე სულ არ მადარდებს ის რომ აი პრეზიდენტი გადაადგეს. არავითარი პრობლემა ჩემთვის გადადგომა არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა მოხდეს კონსტიტუციის ფარგლებში. სპეციალურად აქ წამოვედი იმისათვის რომ თქვენ შეხვდეთ და შევეხმიანო ჩემ ხალხს, ქართველ ხალხს, ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს. იცოდეთ რომ ძალიან საშიში მოვლენა არის. ამის გაუბრალობა დაუშვებელია და უნდა გამიგოთ რომ იძულებული вар, ვალდებული вар შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა. Мои зарубежные друзья, вы хорошо присмотритесь, что происходит в Грузии, кого вы поддерживаете, почему такое необъективное освещение всего того, что происходило на выборах и после выборов. Вот если у вас хватит смелости, скажите все, что произошло сегодня. Нельзя поощрять этих ребят. Они на все способны. На все способны. Ჩემი ხალხისათვის არადროს მიღალატია
და ეხლაც ვაცხადებ, რომ ალბათ ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, ყველაფერი ეს დამთავრდეს მშვიდობიანად და სისხლი არ დაიყოლოს, ხერხი არ იყოს. ძალიან ისეთი სერიოზული საუბარი იყო ბატონ მიშასთან, ბატონ ზურაბთან. მე მადლობელი ვარ უცხელობისათვის, ულახtildeობისათვის. ჩვენ ძალიან კარგად ვისაუბრეთ და მე ვფიქრობ, მე იცით რა გითხრა, თქვენი ერთხელ თქვი, გადადგომას მიჩვეუდა და დიდი ტრაგედია არის ეს. გასაკეთებელი ბევრი მაქვს, გასაწერი ძალიან ბევრი მაქვს და სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის ეს ბედნიერება, იმიტომ რომ სანამ ცოცხალია რაღაცები უნდა მოასწრო და დავწერო. President, რასაპირებს დღის შემდეგ? საგარეო პრეზიდენტი, ვიბრძანდებით პლანის პრეზიდენტის საერთაშორისო წასვლას. სახლში ვინ იქნება ბატონებო პრეზიდენტის მოვალეობას ბატონებო? ეს ჟურნალისტებმა განიხილეთ და გადაწყვეტეთ. სად ვიბრძანდებით? მოაწერეთ თუ არა ხელი იმ განცხადებას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოიწვიეს გადადგომის ასეთ საუბარი ჩვენთან არ ყოფილა, იყო ადამიანური, ჩვეულებრივი საუბარი. ძალიან მსხვილი როგორც გითხარით და ახლა მე შემჭირდება ხელმოწერა. ვისაბარებთ ხელისუფლებას ბატონო ვინ იქნება ბატონ პრეზიდენტო ამის შემდეგ? ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის. სად მიდიხართ? სახლში. ვინ იკარებს ხელისუფლებას? ეხლა რამდენად გამოუვათ ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ მათ დღევანდელი მონაცემებით ამის რესურსი არ გააჩნიათ, თუმცა თუ დასავლეთიდან ექთებათ მხარდაჭერა, ჩვენ შეიძლება მართლაც მოხდეთ დიდი წინააღმდეგობებისა. საერთოდ რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებს სულ არ ჭირდება მოსახლეობის უმრავლესობა და ეს ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ 92 წელს, როდესაც მაგალითად სულაც არ უჭერდა უმრავლესობა მხარს, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდარიყო, მაგრამ ეს გადატრიალება მოხდა. 2003 წელსაც არ იყო რაღაც ისეთი დიდი უმრავლესობა იმის მომხრე, რომ რევოლუცია განხორციელებული იყო. ჩვენ გვახსოვს წალენჯიხიდან ჩამოყვანილი ხალხი, ასევე ავტობუსები ჩამოყვანილი პერიფერიებიდან მოსახლეობა და მხოლოდ აი ამის შემდგომ გახდა შესაძლებელი, რომ მათ საქართველოში რევოლუცია მოახდინეს. დღესაც ეხლა თუ ექთებათ მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა შესაძლებელია გქონდეთ, მაშინ მოვლენები შეიძლება განვითარდეს ისე, როგორც ჩვენ არაერთხელ გვიხილია. ეხლა ბევრი შეიძლება დასვამს კითხვას, რომ აქ ეხლა შეიცვალა სიტუაცია, რომ ამ რეგიონში ისეთი ვითარება, რომ ბევრი არ დაუშვებს ასეთ რამეს, მაგრამ იცით რაშია საქმე? ხშირად ესეთი ილუზიები, რომელიც არის გამიზნული კითხენ, რომ არ მოხდება, არ დაუშვებს, ყველაფერი ეს ხდება მერე იმის ფონზე ამ მოვლენის განვითარება, რომ ხშირად ყველაფერი ეს, როდესაც ამაზე საუბრობ, ხშირად ამაზე, როდესაც საუბარი მიდის, მერე ეს ყველაფერი სხვაგვარად ვითარდება. არის ესეთი პოზიციები საქართველოში, რომ აი რუსეთი არ დაუშვებს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას და დასავლეთის ძალების მოსვლას ხელისუფლებაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სწორედ სერგეი ივანოვმა მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში და მიტინგზე გამოდიოდა და ყვიროდა მიშა და იქ ასევე იყო ჩართული რუსეთის ოფიციოზები. რატო იწევი აქ უიზექი Мы всегда выступали и выступали, твердо выступали за независимость, суверенитет, территориальную целостность Грузии. При решении всех вопросов, какие у нас возникали, мы всегда подчеркивали, что эти принципы для нас являются обязательными. Поэтому и сейчас мы считаем, что все те вопросы, проблемы, которые могут возникать, в том числе в связи с
проведение парламентских выборов должны решаться строго на основе Конституции Грузии в рамках законности. Я надеюсь, что... საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი იგორ ივანოვიჩ ჩამოვიდა. За дружбу между Россией и Грузией გაუმარჯოს! მაშინ ამბობდნენ, რომ ივანოვმა საქართველოში რევოლუცია დაასრულა. მან ოპოზიციის ლიდერები კრწანისში ედუარდ შევარდნაძესთან შესახვედრად მიიყვანა. პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 ნოემბერს საღამოს გააკეთა. და განთავისუფლო ეს და. Адите. Лариса Абрамович. Не так часто министр иностранных дел России выступает на митингах. კაცმა არ იცის რა როგორ განვითარდება და ვინ მოვა ხელისუფლებაში. ეს ხელისუფლება რუსეთისკენ ნაბიჯებს არ დგამს. და შესაძლოა რუსეთმა მწვანე შუქი აუნთოს უკვე იმ ძალებს, რომლებიც მისკენ გადადგამენ ნაბიჯს. სააკაშვილიც თავის დროზე იყო რუსეთის ხელისუფლების მიმართ მკვეთრად უარყოფითად განწყობილი. შემდგომ შეიცვალა სიტუაცია. Шатавай. Сам. Добрый день, уважаемые. Поздравляю вас с избранием. Надеюсь, что Россия для Грузии тоже это самый крупный торгово-экономический партнер, 16 в общем темпе неплохие. Некоторые компании работают неплохо. И я надеюсь, что это послужит хорошее начало. Следственный эксперимент. Игорь Сергеевич, микрофон опустите, пожалуйста. Я приехал сюда подружиться с Владимиром Владимировичем. Я хочу сказать, что в жизни он производит еще гораздо большее впечатление, еще чем по телевизору. Я думаю, что была очень-очень искренняя, откровенная беседа. Вопросы решены. Практически вопросов после сегодняшних разговоров, нерешенных вопросов. Естественно, в Грузии позиция совершенно конкретная. Мы не должны допускать того, чтобы вопрос БАС стал вопросом раздора российско-грузинских отношений. Мы с удовольствием его к себе заберем. А что касается... და მახსოვს გორდონთან ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ აუცილებლად 30-ჯერ თუ მეტჯერ შევხვდიო პუტინსო. Сколько вы встречались раз с Путиным? Ну, больше 30 раз, может 40 раз. Ого. Да, много раз. И у нас многочасовые переговоры были. დიახ, პუტინთან ის ძალიან ხშირად იყო შეხვედრებზე, იყო ძალიან თბილი ურთიერთობები, სწორედ ამის შედეგად მოხდა, რომ აჭარაში Путинმა მწვანე შუქი აუნთო ასლან აბაშიძის ხელისუფლების ჩამოგდებას. Россия не вмешивается во внутренние дела Грузии и как решать конфликт. Это дело президента России, извините, президента Грузии и, соответственно, представителей оппозиции. Но за что Россия выступает? За то, чтобы такое решение было строго в рамках Конституции и соответствующих правовых норм. Если мы допустим то же самое вновь допустили в конце 91 года, то на Кавказе вряд ли скоро наступит мир. Мы помним, какие итоги дали свержение законоизданного первого президента Грузии. И поэтому внутреннее чутье подсказывает, что события разворачиваются в таком же русле. შემდგომში ჩვენ ვიხილეთ ის სურათი, რომ ასლან აბაშიძე რამდენილი იქნა აჭარიდან, პუტინმა
უთხრა სააკაშვილს, რომ აი როგორც განვითარდა პროცესები აჭარაში, ისე განვითარდება დანარჩენ საქართველოში, თუ თქვენ ისე მოიქცევით, როგორც ეს ჩვენ გვაწყობს. და როგორც ჩვენ თანამშრომლობას შეეფერებაო. მაშინ იყო ამის თაობაზე გახარებულიც იყო სააკაშვილი, კი კარგად მოგეხსენებათ. და იყო ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს უნდა გადაედგა ნაბიჯები რუსეთისკენ, მაგრამ როგორც ჩანს, მისმა პატრონებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღეს და სააკაშვილს აიძულეს, რომ კონფრონტაციაში წასულიყო პუტინთან. კონფრონტაციაში წავიდა პუტინთან და მერე პუტინმა თქვა, ნასკინულიო და მოხდა ის, რაც მოხდა. ამას მოყვა დაძაბვა სიტუაციის 2008 წელი, ტერიტორიების დაკარგვა და სხვა პროცესები. ბევრი ხა იტყვის იმას, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით დღევანდელი ხელისუფლება გაცილებით ადეკვატურია. მაგრამ მე ერთ რამეს გეტყვით, თქვენ სომხეთშიც და უკრაინაშიც იყო ხელისუფლებები, რომლებიც ასე თუ ისე ლოიალურად იყვნენ განწყობილი რუსეთის ოფიციოზის მიმართ. მაგრამ იმდენად დალპა ჭაობი გახდა იქ ყველაფერი და იმდენად ესეთი უკვე ის კატასტროფული პოლიტიკური სიტუაცია იყო, რომ ვერც სარქისიანმა და ვერც იანუკოვიჩმა ვერ შეინარჩუნეს ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდათ მათ რუსეთიდან. ამიტომ აქაც ეხა გასაგებია, ვიღაცები იტყვიან, რომ აი რუსეთის მხარდაჭერით ხელისუფლება ვერავინ ძრას ვერ უზამს, მაგრამ მე ვერ დავეთანხმებით ამას, მეგობრებო, რომ აქ იმდენად რთული სიტუაციაა, რომ კაცმა არ იცის როგორ განვითარდება პროცესები. ვიღაცებს თუ გონია თქვენ, რომ აი ესე იგი ყველაფერი ისე მიდის, როგორც ქვეყანას წაადგება და როგორც ყველაფერი ჩვენ გვინდათ, თლათ მასეც არ არის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ცოტა სხვაგვარ პოზიციებს იჩენს, არ არის ისეთი აგრესიული, როგორც ბაიდენის ადმინისტრაცია იყო. მაგრამ აი ახლა გუშინ გაკეთდა განცხადება ტრამპის მხრიდან, რომ ის ძალიან მკაცრად აფასებს ინდოეთის და რუსეთის ერთობლივ გარკვეულ თანამშრომლობას. არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ, რადგან ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს. მათი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. მოდით ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც გონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზასა დგას. გასაგები ხა ვიღაცები იტყვიან, რომ ეს ტრამპი არის არაადეკვატური, ხან ერთ დღეს ერთ სიძახის, მეორე დღეს მეორე სიძახის და დაგეთახმებით თამაში ნამდვილად ესე არის, იმიტომ რომ ეს კაცი არაადეკვატურია, მაგრამ ხა ამერიკასაც ნუ ჩამოვწერთ ჩვენ, იმიტომ რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც პრეზიდენტები კი არა, სისტემები მართავენ და გასაგებია, რომ ხლა ტრამპი ოდიოზური ფიგურაა, გასაგებია, რომ ტრამპი არის გარკვეულწილად არაადეკვატური, მაგრამ არავინ არ მისცემს უფლებას ტრამპსაც და გინა წინამორბედ და შემდგომ პრეზიდენტებსაც არ აძლევდნენ და არ მისცემენ უფლებას, რომ ეხა ქვეყანა ჭაობში ჩაფლონ და რაღაცა უსრულისკენ წაიყვანონ. ეს გამორიცხულია და ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები რა პროცესების იქნება ინიციატორი ამ რეგიონში კაცმა არ იცის. აზერბაიჯანი დაპირისპირებულია რუსეთთან, თურქეთიც გარკვეულწილად დაპირისპირებულია, სომხეთიც ამ დიდი თურანის ქვეყნების ნაწილი ხდება და საქართველოსშიც ხელისუფლება ცოტა არ იყოს ლავირების პოლიტიკას აწარმოებს, ცდილობს რომ რაღაცნაირად ოქროშუალედი მონახოს. ამის დათელი დასტური არის ის წვნები, რომელიც ჩატარდა საქართველოში. მოხარული ვარ, რომ თუმცა სული 28
We're excited about the opportunity to not only partner, but to train and to learn from one another and get better each and every day. Thank you for attending today's ceremony. ჩემთვის დიდი პატივია სიტყვით მოგმართოს სწავლება მტკიცებული 2025-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. საქართველოს ამ მნიშვნელოვან სწავლებას უკვე მე-12 მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთო ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას და ურხევნებას, აქტიურად შევუწყოთ ხელი საერთაშორისო უსაფრთხოებას და სტაბილურობას. მინდა განსაკუთრებით მივესალმო და გულითადი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მე-7 არმიის ხმების სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ტერი ტილის, საქართველოში ჩამოგზავნებისთვის და სწავლებაში მისი სარდლობის აქტიური ჩართულობისათვის. სწავლება მტკიცეს სული წლიდან წლამდე ვითარდება. მრავლის მომცველი ხდება და ჩვენ სამხედროებს ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების და უნარჩვევების დახვეწის საშუალებას აძლევს. სწორედ ამ მრავალეროვნულ გარემოში ვსწავლობთ ერთმანეთისგან საუკეთესო პრაქტიკას, ვაძლიერებთ დობას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე. I would also like to highlight on behalf of the United States Army of Europe and Africa that this strategic, and I say it again, strategic exercise allows us to increase interoperability, but more importantly, for the Georgia Defense Forces, they're in the lead. They've planned it, they've trained, and now they're going to help guide each of these countries through a training exercise with observer controllers and trainers that are designed to coach, train, and increase readiness for all the formations that are out here. We're excited about the opportunity to not only partner, but to train and to learn from one another and get better each and every day. სწავლების მიზანია ხელი შეუწყოთ ჩვენი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობების დაახლოებას და ქვედანაყოფების თავსებადობას. ამიტომ მე მინდა დაგიდასტუროთ საქართველოს თავდაცვის ძალების ატყოფნა მრავალეროვნული სწავლების მასპინძლობასთან დაკავშირებით. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას და აღრმავებს პარტნიორულ შესაძლებლობებს. და ამ წრთუნებით ნახეთ, რომ ქუჩებშიც გამოდიოდა ხალხი, გახარებული იყო ზოგიერთები ამერიკის შეერთებული შტატების დროშებისა და ჯარისკაცების ხილვით. აღსანიშნავია ის, რომ ასევე აი ამ აღლუმს, რომელიც ჩატარდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოხდა ჩვენს რეგიონშიც, იმიტომ რომ იცით რაშია საქმე, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ დასავლეთი გვებძვის, ჩვენ deep state-ი გვებძვის, ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ აქ ამერიკის დროშების ფრიალის გამო, იმიტომ რომ ამერიკის დროშების ფრიალმა და ნატო ნაწილ სახილმა ჩვენ უკვე დაგვაკარგინა აფხაზეთი და ცხინვალი დროებით. ამიტომ ისე ნუ ვიზამთ, რომ კიდე დავკარგოთ ტერიტორიები. მით უმეტეს ვლადიმერ პუტინი სულაც არაპირებს და რუსეთის ხელისუფლება სულაც არაპირებს იმას, რომ შეეგუოს აქ თვითნებობას აზერბაიჯანის, თურქეთის, დაწყებულია წმენდა აზერბაიჯანის იმ ლობისტური კომპანიებისა და ბიზნესმენებისა რუსეთში და კაცმა არ იცის ეს პროცესები რითი დასრულდება, იმიტომ რომ რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია როგორც ირანისთვის ზანგეზურის კორიდორის გახსნა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ პროცესები წავა ძალიან სხვა მიმართულებით. აქ პროცესები წავა ძალიან მძაფრი სცენარით. პუტინმა ერთხელ თქვა, მე ლენინგრადიდან ვისწავლე ის, რომ როდესაც დაპირისპირებები იწყება, პირველი შენ უნდა დაარტყავ. და აქედან გამომდინარე ეს არის მისი კრედო და ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი ნამდვილად არ შეეგუება იმას, რომ კავკასია იქცეს სხვა უცხო ქვეყნების გარკვეული გავლენების პოლიგონად. Еще 50 лет назад Ленинградская улица меня научила одному правилу. Если драка неизбежна, бить надо первым.
ტყუილ არ ჩაუხოცია რუსეთს აქ 10,000-ობით, 100,000-ობით ჯარისკაცი, რომ კლავად თურქეთის ჰეგემონიის ქვეშ გადავიდეს კავკასია. აგერ ახლა ლუკაშენკომ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი არისო რუსეთიო. Если бы в 2020 году мы не выстояли, мы знаем, что было бы. Но если бы Россия в это сложное время не подставила нам плечо, я это знаю больше, чем кто-либо из здесь сидящих, начиная от обычных вооружений и ядерным вооружением, мужики, очень сложно было бы представить, что было бы сегодня. Наверное, мы уже бы лоб в лоб стояли на Западе с блоком НАТО. Поэтому для нас Россия – это гарант нашей безопасности. და ჩვენ ვერ გავიგე ერთხელ ხომ შევიგზენით ის რომ ამერიკა არავითარი უსაფრთხოების გარანტორი არ არის საქართველოში. მაშინ რაში გვჭირდება ეს გარკვეული წვრთნები ამერიკის დროშების ფრიალი? პირველმა კოლონამ გაიარა. ეხლა ველოდებით შემდეგ სამხედრო კოლონებს. დელეგაცია აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ჩვენ ჭუბა ხო უნდა ვისწავლოთ ერთხელ რა. თუ ჩვენ ლავაც არ გვინდა გავიზიაროთ 2008 წლის ბედი, მაშინ ცოტა სხვა კურსი უნდა ავიღოთ და არ უნდა დავემსგავსოთ სამარცხვინო თაობის ნაწილს, რომელიც ოკუპაციას ებძვის, აი ესე. ესე იგი მეგობრებო, გორში ნახე აი ასეთი რამე. ესე იგი მატრიოშკას ფონზე გამოსახული არის ხეთა და იგივე მატრიოშკას ფონზე ცოტა მე გადავახატე და ვფიქრათო მოსახული სიღნა. ანუ რუსიფიკაციის პოლიტიკა მიდის იქამდე, რომ ფაქტიურად რუსეთის ნაწილად გვაცხადებენ. ანუ მატრიოშკა როგორც რუსეთის სიმბოლოს ქვეშ არის ხეთა. ამას ასაყებენ, რომ აი ჩამოდიან ტურისტები, ხატის უცემენ და ყიდულობენ სუვენირებს, პოლიტიკა რა შუაშია ხალხის ხონერია და ბლა 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 ბლა. არ არის ეგრე. რუსეთი არ არის ის ქვეყანა და რუსიერი არ არის ისეთი ანგელოზე, როგორც წარმოგიდგენთ. ამიტომ ვაპირებ აი ამ მატრიოშკის გადაკეთებას ბევრად, წლების დაგვარად, მარკერის გამოყენებით. როგორც გამომივა. ამას საღებავი დაჭირდება სავარაუდოდ. ამას ვერ საღებავი დაჭირდება. ნუ მაგრამ იდეას ხვდებით. ესე გადაკეთდება ყველას მოგიწოდეთ, რომ ყველა იყიდეთ ასეთ სუვენირები და ესე გადააკეთეთ. ნუ საღებავი ჯობია, რომელიც ძალიანად დაფარავს სახელს. მაგრამ ხო, გადააკეთეთ აი ასე ნახევარზე, რომ მივიღოთ ფევრის ფორმა. ასიღნაღი ხო ახეთია ის. ზოგიერთისთვის რომ რუსთაველის პროსპექტზე გამოსვლა არის რაღაცა დიდი რევოლუციური სცენარის ნაწილი. ვინც რუსთაველზე ერთხელ მაინც არ დააყობს 1 საათს, მაინც ძალიან ბევრს კარგავს. რუსთაველის ღერძულა ხაზზე გადის დღეს საქართველოს ბრძოლის მთავარი ეპიცენტრი. ილია რომ მოკლეს, ერთ-მეორე ხარისხოვან გაზეთში რამდენიმე აბზაცით დაიწერა. უმრავლესობა არ ცვლის ისტორიის მსვლელობის ჩარგს, მაგრამ მერე უმრავლესობას მოსწონს ხოლმე ეს ცვლილებები. ჩვენ უნდა გავითავისოთ ერთი რამ, რომ ვინც კი რუსეთთან ურთიერთობებში ღრმად შევიდა, მან ძალიან ბევრი მოიგო. მე ხშირად ვსაუბრობ ბელორუსზე, მაგრამ ასევე აღსანიშნავია ჩეჩნეთი, რომელიც იავარქმნილი იყო, ფეხზე დადგა და ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოთამაშედ იქცა რეგიონში, რომელსაც ყავს კბილებამდე შეერაღებული ჯარი,
Чеченский гарнизон по приказу построен. Докладывает генерал-майор Ирасханов. Вольно! Салам алейкум. هذا بيت وين طاندونا وين ما خردنا جادنا لبيتشتون تمشبو وريسبوبليكا الحمد لله دال خاصن بودون سعادونا экономика كلش نو الله يوتش наоборот поддерживающая федеральный центр верховный главнокомандующий президент страны Владимир Владимирович Путин полностью военноводящий во всех отношениях мы кулшкель батальонщу полкищу а там ошке тоже большинство участников специальной военной операции ближайшие дни которые должны выехать на специальную военную операцию мы уверены что в ближайшем будущем мы уничтожим это шайтанов сатанизм сионизм фашизм и главного этого наркомана Зеленского. Они другого не понимают, делают свое дело. Они хотят, чтобы в Украине не осталось мужского населения. И украинцы на это поддаются. Ну, если это так, то мы поможем побыстрее выполнить свое задание. К нам приехали уважаемые гости, мы их приветствуем. Они говорят правду, которую они видят на территории Российской Федерации. У Америки есть такое понятие. Они используют слово «демократия», когда им нужно. Сегодня в Палестине уничтожают детей, женщин, стариков. Мы видим, как они стреляют по социальным объектам, по больницам. Это они считают демократией. Все молчат. Если Россия защищает свой народ, свою целостность, то это терроризм, то надо ввести санкции, людей надо от голода убивать, от холода. И это они тоже считают демократией. Никогда у западных европейских государств этого не получится. Мы в ближайшем будущем закончим с Украиной и дальше будем продолжать воевать с теми, кто не согласен с нами. Россия великая держава. Президент, верховный главнокомандующий Владимир Владимирович самый сильный, мудрый, великий президент и командир. За его спиной, рядом с ним, впереди, идти воевать, защищая нашу страну, наш народ, это за счастье. Поэтому, кто бы что бы ни говорил, мы идем защищать нашу страну, наш народ. И мы говорим, Аллах велик, Ахмад сила, Россия мощь. Поэтому я хочу предоставить слово нашему уважаемому гостю. Большое спасибо, ваш президент, ваш командир, вашим офицерам и солдат Чечни. Это моя второй раз в Чечне. Мой первый раз, когда человек говорит, почему вы хотите визитить Чечню? Я говорю, надо визитить. Почему? Потому что сейчас вся Америка, вся Европа, люди только знают, когда я говорю Чечня, она думает, это страшный человек. Но страшно не хорошо, страшно плохо. Это неправда. Когда я визитный, я смотрел чеченские люди, самые хорошие люди. Люди хотят жить мир, люди хотят дружба, все мир. Вы страшный солдат. Я знаю ваши истории. Я знаю, вы героем Мариуполь. Я знаю, вы героем Луганск, Донецк, Херсон, Запорожье. Я знаю тоже, вы мужик, человек, хочет семья, хочет детки, хочет жизнь, не хочет борьба. Но сейчас работать надо. Вы работаете, страшно работать. Но главный момент будет, когда войны кончились. И вы вернутся дома, и ружье, до свидания, семье, детки есть. Это будет главный момент. Это потому, что я здесь. Я хочу работать в дружба между Чечней и Америкой. Америка неплохо место. Американские люди, как вы, хорошие люди. Государство – это другой вопрос, это политик. Я не политик. Я солдат, как вы. Я думаю, вы будете выиграть вашу работу. Я знаю. И когда все, я хочу, чтобы все чеченские солдаты вернулись дома и нормальная жизнь. Еще один раз большое спасибо. Я очень рад здесь. Я очень рад с вами познакомиться.
Большое спасибо. Своего самого выйдут он док ряду. Там он не хочет участвовать на этой священной войне, он точно не мусульманин, не мужчина и тем более не чеченец. Поэтому мы все должны быть готовы к защите, обороне, а иногда нападать. Поэтому я вас всех, вы знаете, как уважаю, люблю. Мы все вместе выросли, мы все пехота президента страны. Аллаху Акбар! Ахмад! Россия! Америка вела против вас всевозможные абсурдные санкции, не только против вас, против вашей семьи, против вашей команды. Не только против меня, против моих племянников, двоюродных братьев, дочерей. Моя семья никогда не лезла в политику, моя мама никогда не выступала по телевизору, моя жена не выступала, тем более дочеря. И лошадь ни в чем не винны, Зазу, и другие. Вот, они голодали, холоде, их держали 8 лет, не знаю, где-то, Ну, они интересные, политики, американские и европейские, у них слово «я», честь, достоинство нет, поэтому от них можно все, что угодно ожидать. Они могут внучкам придумать санкции, но это для нас не страшно. Мы воюем с теми террористами, убийцами, которые не дают жить людям, государствам спокойно. И мы воюем достойно и показываем пример, традиции, обычаи. У меня есть интересное предложение для нашего гостя. Вот у нас есть пленные, которые мы забирали, Донецкий, Луганский. Если они снимут санкции с моей мамы, дочерей и ни в чем не винных людей, лошадей, кроме меня, еще добавить чуть-чуть санкций против меня, то это мы этих людей отдадим. Я воевал, я буду воевать против руководства Америки, западноевропейских стран до тех пор, пока они не будут менять свою позицию по отношению против нашего государства и мусульман всего мира. И поэтому против меня ведите все, что хотите. Но семью не трогайте. Если им важна жизнь этих людей, если они хотят объединить семьи, если они вот такие хорошие патриоты, пусть поменяют на санкции своих солдат. და რომლის ეკონომიკაც უკვე არის აღმავლობის პიკზე, არის უამრავი საწარმო ქარხანა, ფაბრიკა გახსნილი, მოსახლეობამ შვიდად გრძნობს თავს. Ასაკვირველია, ჩეჩნებს აქვს დანაკარგი ამ ომში, რომელშიც ისინი მონაწილეობენ, მაგრამ სამაგიეროდ ამ მსხვერპლის ხარჯზე მათ მოიპოვეს სტაბილურობა, მშვიდობა, კეთილდღეობა. და საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლიც გაიღო, სისხლის დაღვარა, ვერც კეთილდღეობა, ვერც ეკონომიკური დოვლათი და ვერც ვერაფერი ვერ შექმნა. ჩვენ უამრავი ახალგაზრდა გავწიეთ უკრაინაში, სულელურ ომში, ასევე ჩვენი ახალგაზრდები დაიხოცნენ ავღანეთში, დაიხოცნენ ერაყში, სხვადასხვა მისიებში და რა მიიღო ჩვენმა ქვეყანამ? ვერაფერი. ეხლა ვიღაცები რომ ლაპარაკობთ, აი ჩეჩნები იხოცებიანო ამ ომში. ჩეჩნები თუ იხოცებიან, სამაგიეროდ კომპენსაცია ხდება არნახული. ის დახოცილი ჯარისკაცების სისხლი ამაო არ არის რამდვილად, იმიტომ რომ ამის ფონზე ჩეჩნეთმა განიცადა არნახული წისვლა ეკონომიკაში.
ის სიკეთეები და ბოროტებანი, რომელიც ობიექტურად თუ სუბიექტურად ვიგემეთ, რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, ისტორიის სასწორზე აწონდა წონა დიდმა ილიამ. და რადგან სიკეთემ გადაწონა ბოროტება 1899 წელს დაწერა პუბლიცისტური წერილი 100 წლის წინათ, რომელიც რუსის ჯარის საქართველოში პირველად შემოსვლის იუბილეს მიუძღვნა. რადგან საქართველოს უგურგვინო მეფემ მხოლოდ დადებით კონტექსტში განიხილავს 100 წლის წინათ რუსეთის ჯარის შემოსვლას, საქართველოს რუსეთის მრავალკუთხოვან ურთიერთობებსაც, რომელიც წინ უძღოდა გეორგიევსკის ტრაქტატს, ილია ჭავჭავაძე ქება დიდებითა და მადლიერებით მოიხსენიებს ერთმორწმუნე რუსეთს. 11 იანვარს 1798 წელს თელავში გარდაიცვალა ღრმადმოხუცებული სახელოვანი მეფე ერეკლე. საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა მისი უფროსი შვილი გიორგი. საქართველოს დამარცხებული აღა მაჰმად ხანისგან მეფე ერეკლეს სიცოცხლეშივე ჯერ კიდევ ვერ იყო გამობრუნებული. დასუსტებული საქართველოს, რომელსაც მეფე ერეკლეს სიკვდილით რკინისკარი შეეხსნა, უფრო კარგია შეექმნა და ადვილად საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტრებს. ცალკე სპარსეთი ცალკე ოსმალეთი ხმალამოღებულნი თავს ადგენენ დამარცხებულს საქართველოს და მუქარას მუქარაზე უთვლიდნენ. ერთსაც და მეორესაც სურდათ საქართველოს უხმლით არა მფარველობის სახით მაინც ხელთ ეგდოთ. თავისი საკუთარი ჯარები შიგ ჩაეყენებინათ და მაგრად მოეკიდათ ფეხი. გაძლიერება რუსეთისა, რომელმაც მაშინ საქართველოს საზღვრამდე მოაღწია, ჩრდილოეთის მხრით ერთსაც თავზარსას სცემდა და მეორესაც. ფეხის შემოდგმა რუსეთისა საქართველოში და მათი აბრუს გატეხა და თითქმის დაქვეითება დასავლეთ და მცირე აზიაში ერთი იყო. რუსეთისგან შიშს ეს ორი სახელმწიფო ერთად უნდა ემოქმედებინა, მაგრამ ასე არ მოუხდათ. სპარსეთს უნდოდა მარტო სჭეროდა საქართველო. ჯერ ვითარცა კარი რუსეთიდან აზიაში შემოსვლისათვის დასაკეტი და მერმერ ვითარცა გზა ოსმალეთის შესალახვრელი. ამასავე ლამობდა ოსმალეთი. ცალკე სპარსეთი, ცალკე ოსმალეთი ეტანებოდნენ ჩვენს ქვეყანასა, მაგრამ საქართველო ასე თუ ისე როგორც იყო იგერიებდა, ერთსაც და მეორესაც და არც ერთს არ ნებდებოდა. ამ ტანჯვა წამებით მოაღწია ამ პატარა ქვეყანამ, ამ ერთმა მუჭმა ერმა მე-18 საუკუნის დასასრულამდე, როცა გაძლიერებულმა რუსეთმა ფეხი მოაბიჯა ჩრდილო კავკასიის მთებს და წამებულმა საქართველომ რუსეთისკენ მიიხედა და გული მიიბრუნა, მაშინ უფრო გაუმძვინვარდნენ მტრები და ნამეტნავად სპარსეთი. აღა მაჰმად ხანის მოსევა და თავდასხმა 1795 წელს რუსეთთან საუბრის გამართვამ გამოიწვია და ოსმალოც ამ მიზეზმავე თავს წამოგვაყენა. ლეკნიც კი გაუთამამდნენ უღონოდ გმნილს მეფეს და ახალციხის ფაშის წაქეზებით ხანაკ იკლებდნენ ქვეყანას ხანიკ. გარდა ამისა, მეფის სახლობაშიც ყველაფერი აწაწილი და აშლილი იყო. ამ საქმეს საჩქარება უნდოდა. ღვთისმოსავმა და ღვთისმოყვარე მეფე გიორგიმ რა თქმა უნდა ერთმორწმუნე რუსეთი ირჩია. ამას ეუბნებოდა წინაპართა ანდერძიცა, რადგან მის და მეფობის წინათაც, ჯერ კიდევ 1576 წლითგან, საქართველოს მეფენი ბევრჯერ გამოლაპარაკებიან რუსეთს და მისგან ხელშეწყობას და ხელის გამართვას მოჰლოდებიან. ქრისტეს ჯვარისთვის ჯვარცმულერს მეფემ ქრისტეს ჯვარისვე მოსავიერი მოიწვია, საშველად და მფარველად. მეფე გიორგიმ 1798 წელს თხოვდა იმპერატორს, პავლეს 3000 რუს ჯარისკაცს, შეჭურვილს, სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთვნილებითა. იმპერატორმა პავლემ მოისმინა რა გაჭირვება მეფე გიორგისა და საქართველოსი და იუწყარა ახალი მუქარა სპარსეთისა, აწიოკება ქვეყნისა ოსმალეთისა და ლექთა თარეშისგან. სწრაფლ შეუდგა, რომ მეფე გიორგის გადაწყვეტილი პასუხი მისცეს. კავალენსკის გამოატანა იმპერატორმა პავლემ დამამტკიცებელი გრამოტა მეფე გიორგის სახელზე. ამასთან იმპერატორმა პავლემ გამოატანა კავალენსკის სამეფო სამკლაულები და სამეფო ნიშნები, ოქროს სამეფო გვირგვინი, შიგა და შიგ ძვირფასი თვლებით შემკული, თეთრი დროშა ორთავიანი არწუვითა, შუაგულში რუსეთის გერბი ჰქონდა, სამეფო ტახტი შვინდისფერი ხავერდით გადაკრული, ბრტყელი ოქრომკერდის არშიებითა და ოქრომკერდისვე დიდრონ ფოჩიებით მორთული და ამასთანავე სამი ბალეში. შუაგული ტახტისა ეჭირა საქართველოს გერბსა და აქეთ-იქიდან რუსეთის გერბებს. სამი ორდენი, ალმასებით შემკული. ყოველ ამას გარდა იმპერატორმა პავლემ გამოუგზავნა კავალენსკის ხელითვე ძვირფასი ნივთები მეფის ოჯახს. დასასრულ 19 ოქტომბერს 1799 წელს კნორინგმა ინახულა პოლკი. კმაყოფილი დარჩა და მეორეს დღისთვის ბრძანება მისცა. გასულიყო თერგსა და გზას შესდგომოდა. მეორე დღეს ბრძანებისაებრ პოლკი თავის ადგილიდან დაიძრა. გამოვიდა თერგს და წამოვიდა ტბილისისაკენ. დიდი წვალება გამოიარა რუსის ჯარმა, რა კი კავკასიის მთებში შემოდგა ფეხი. ვიწრო აღმართდაღმართები, თოვლი და ყინვა, გაფუჭებული გზები და ზოგან სურსათის ნაკლებობა გახლდათ. ზარბაზნები და სხვა артиლერიის კუთვნილებანი ხელდა-ხელ და ზურგით გადმოჰქონდათ ჯარისკაცებს, რადგანაც სხვანაირად ვერ ახერხდებოდა. როგორც იყო, ჯარმა ყოვლის დაბრკოლებას სძლია. თბილისი დიდი სყოფით მოიკაზმა და მოირთო ჯარის დასახვედრად და მისაღებად.
მთელი ქალაქი აიშალა და გარეთ უბანსა და ვერაზეთ გადავიდა და აქ ელოდებოდა ჯარის მოსვლას. მეფე გიორგი თვითონ წამოუძღვა ჯარს და შემოიყვანა თბილისში. ზარბაზნების სროლა, ზარების რეკა ამ დღესასწაულს აძლიერებდა და სიხარულის კიჟინა ერისა, მოძრაობა და თვითცრემლნი, ნამეტნავად დედაკაცობისა. აგვირგვინებდა იმ ტკბილად საგონებელ სურათსა და უტყუარ ერთგულებას ჩვენ დამიერისას. მეფემ შემოსვლის მეორე დღესვე ჯარს გაუგზავნა 5 საპალნემდე ღვინო და 800 ცალი ხმელი თევზი. გარდა ამისა, რასაც სულუფად განწესებული იყო. სასოწარკვეთილმა მეფემ და ერმა ძლივს ნუგეშითა და იმედით გაიცოცხლა გული. მეფის გარიდამ დაწყებული უკანასკნელ ქოხამდე სიხარულმა გაშალა თავისი სანატრელი ბრდა. სიხარულმა ხსნისამ ნუგეშისამ დიდი ხანია საქართველოს ამისთანა ბრწყინვალე დღე აღარ ენახა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. ის დღეა და ეს დღე. ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და מחვილით ხელში. და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავის მომავალსა. დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშით ბრთა შესხმული. ნუ დაეცემი, სურს ნუ იტანჯავ. დანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება. იფიქრე კარგი და დაინახავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ისწავლის სამყაროს ხედვას, შენი ცხოვრებაც ისე იქნება. გულს ნუ გაიტეხ, წამდეს უფალის და ყველაფერი კარგად იქნება. ტყუილ უბრალო დღელოა და შიში, განავერად ყოფ რომ არ გიხდება. ნუ შიშობ, უფლის სიწამე მარად და ყველაფერი კარგად იქნება. როცა ვარდები დეპრესიაში და შენი ტანჯვა ატყობ იწყება, მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. რომც დაგარწმუნონ შენი ღუპები, შენი სიცოცხლის წუთი ითვლება, წმენას მოუხმე და შენი ხილავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ უცოდვები გაქვს, სულით დაეცი, ღმერთი არ გტოვებს შენსკენ იხრება, ის მოწყალეა ყველა ცოდვილის და ყველაფერი კარგად იქნება. როდესაც სიმეც საზრი აღარ აქვს და შენი გული ბოღმით ივსება, ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი ყველაფერი კარგად იქნება. დიდი ნიჭია თავშეკავება, ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება. როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა, სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ ყველაფერი კარგად იქნება. როდის იქნება, როგორ იქნება, როცა კითხვები გულში ისმება, ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. მე ცოდნები დაუხერხე სრულიად საქართველოს პატრიარქი თვალს შენდობას ყოველი ჩემი შესვენებისა მე შევთხოვ უფალს რომ უფალმა გადმოხედა საქართველოს თავისი მოწყალეთ მოკლით არ გადმიდოს ამ ძიმე ჯვრით რათა გავაგრძელოთ გზა უფლისა შემიგეთ მოპატიეთ ჩემს ერთმან შეგინდოთ უბრალოდ მიუხედავად იმისა, რომ ხა ბევრი ვიღაცას არ მოსწონს იქ რა ხდება, ვინ არის ხელისუფალი, ყველა ქვეყანა ირჩევს იმ მმართველობის სისტემას, რომელიც მას სურს. მოდი ჩვენ საქმეს მივხედოთ, ნათქვამია ყველამ თავის მამიდას მიხედოთ და ჩვენ მამიდას მივხედოთ, როგორი ქვეყანა გვაქვს ჩვენ. ჩვენ არც ეკონომიკა გვაქვს, არც ფაბრიკა ქარხნები გვაქვს, არც ჯარი გვაქვს. თუ ჩვენ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ, ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან დიდი უსკრულის წინაშე. იმიტომ რომ არ შეიძლება ესე მუდმივად გაგრძელდეს. ჩვენ ხვალშობდებით ერთმანეთს საღამოს 23 საათზე კარგად ვზარდებოდეთ.